არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქმარი ისეთი რომანტიულია. ყოველ ჩემ დაბადების დღეზე წარმოიდგინე, ღამის 12 საათზე გავყავა რაივანზე და ფეიერვერკებს მიწყობს. აი წარმოიდგინე, მთელი ქალაქი ფეიერვერკებშია. რა მაგარია. როდის არის შენი დაბადების დღე? 1 იანვარს. აი წარმოიდგინე სცენა. 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე გავდივარ რაივანზე და მთელი ქალაქი გდღიალებს ყველა კორპუსიდან ისვენ. ეს იცი როგორი შეგრძნება? ძალიან რომანტიკული. არ არსებობს რომ დაიწყეს, არ არსებობს. 10 წელია უკვე მაგის სული ვარ და ყოველ წელიწადს ამას მიკეთებს. გიშტები. ექიმო, თქვენი ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ უნებლიე შარტა აღარ გაქვთ. უნებლიე შარტა მაქვს ექიმო, მაგრამ თქვენი ფსიქოლოგიური სეანსების შემდეგ ჩამსვა მიამაყება. ამოყივარ ექიმო. გამარჯობა თქვენი. გამარჯობა. შეგიძლიათ ზურზე რომ აცვათ. კი ბატონო, მაგრამ იცით რა არის? 1 საათში გავდივარ და აი რასაც მოვასწრებ, წაგისვამთ. კი, სხვას გავაგზავნებთ, არ აღშევს. რაღაცებს რო ჩაულაგებთ, ესენიც ჩააყოლეთ. ბაბუა შენის ნივთებია. გამომართვი. გველის ჯაგრისი. სიგარეტი. სანთებელა. ბოლო ნომერია ვერ მოასწრო წაკითხა. ეს ხო იცი როგორ უყვარდა. კარგი თუ რამე გამახსენდა კიდე შემოვიდა. ჩემო დიდო მამამთიმო. ვაიმე. ცხონებულს იმდენ რამეს ატანენ საიქიოში ამას 2 რეისზე თუ მოერევა თუ არა? 1 რეისზე ვერ წაიღებს ვერანაირად. კარგით, ყველაფერი გასაგებია. და შეკითხვა, რომელსაც ყველას უსვამთ გასაუბრების ბოლოს. თქვენი აზრით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც მე თქვენ სამსახურში უნდა აგიყვანოთ. მე როგორც ნახეთ, ჰარვარდის უნივერსიტეტში მაქვს დამთავრებული როგორც ბაკალავრიატი, ასევე ასპირანტურის კურსები. ოქსფორდში მაქვს აგრეთვე დავლილი მაგისტრატურის კურსები. ეხლა დღე-დღეზე ველოდები BMI-ის დიპლომს. დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კადრი ვიქნები თქვენთვის. ძალიან კარგი. და თქვენ რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში? მე შენი ბიძაშვილი ვარ და ახალი წლის სამედლებს მოვჭი. გველი იყიდე? არა, არ მიყიდია, რატომ მიმეცა 30 ლარი გველში გამაგებინებთ რა? იმიტომ რომ გველის წელი მოდის და ახალ წელს გველი უნდა იყოს სახლში. მოიცა, დედა შენი ხო მოდის ახალ წელს ჩვენთან? ხოჭა, რა მომიგია? ეხლაც უკმა ყოფილო ხარ? არ ვიცი, მეძინა. Rangana,
იგი ერთი სკალპელი, ერთი მომჭერი, ორი პინცეტი, ხარი ბინტი აქ მაქვს. არა, ჩემი პირველი ოპერაციაა და ცოტა ნერვიულობ და ჩემთან თუ რაიმე დაგჭათ, არაფერი არ დაგეგები. აჯიქი. რა მინდესლებ? როგორად მინდა? ჩემცოლს უყვარს. გიჟდება ისე უყვარს. ძაღლები, კატები და საერთოდ ცხოველები უყვარს ჩემცოლს. ჩემი ცოლი კიდე ვეგეტარიანელი. რო დაურეკე ლელას ისეთ მდგომარეობაში იყო კიონა ხალი ტელეფონში წარმოგიდგენ სახში მოფრთხო და არაფერი არ დაფთო სახში ის თრალი მოეთრა სახში ზურეკო დალეწა ნახევარი სახით დედამთილი ჩავარდა ისტერიკაში საწყალი გიაბიძეს კიდევ მე ფაქტი დაემართა ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში ტირფა მე ბავშვს გამახსენდა გუშინ ვიყავი ბაღში მისული და საზიზღარი მასწავლებელი იყო სიცივე ხო იცი და აუჩეჩიათ მე მაგის გუფელისთვის ბავშვი ისეთ ისტერიკაში იყო ძლივს დავაწყნარეთ და თან შეუღებია რაღაცა წითლად მე საშინლად არ უხდება იცი რომ მოსალოში დადის აი ვაკეში როა ხო იცი კუთხეში რო ამოდიხარ. ნუ იცი ჩვენი მეზობელი როა ქეთი იქაც ეგეც იქ კრიჭავს თმებს რაღაცა საშინელად უვარცხნია ხალხს მას რატო დადიან იმსალში საერთოდ არ ვიცი რა. აი ხო შენი დაბადების დღეა. რა გაჩუქო? რა მაჩუქო? წუთიერი დუმილი მაჩუქი. ხო მაგრამ ფერზე ვინ არის? სახარიჩი. და ურზე? ურზე ზურიკოს ბიჭი ვაიტანს. და ლუდი? ლუდი ჩვენ ავიტანოთ და ავიდეთ. ექსეიკავანში. მედი მოვიდი. გილოცავთ ახალ წელს. მადლობა ჩემო კარგო, მომისმინე. ხო შევხვდით ახლა სახლში. ხო და ახლა ყველას გელოდებით ჩემთან, ხო? ოჰ, ეგრე გოჭი და ინდაური ჩვენც გვაქვს, დიახ? ნუ კარგი რა, ყოველ წელს თქვენთან მოვდივართ. რა მოხდება ერთხელ თქვენც რომ გადმოხვიდეთ. კარგი, წელსაც მოვალთ მაშინ ჩვენ. კარგი. 5 წუთში მანდ ვიქნებით, კარგი. დაგპატიჟეს. წავედით. დილით თოლეში ვიყავი ყველაზე მაგარი გოჭი მაგათ ხო? შენ სუსტი სქესი ეძახე და რამხელ ენერგია მიიღ. რა ჩემთვის ხერახს. მე მიკაცი იხჭობა წამოდით. ეგ თქვენ გიკვით გოგონი თორემ. კაცი ყოველდღე იხჭობა აქ. კარგით, ესე იგი ჩვენთან გინდათ მუშაობის დაწყება.
რა გაქვთ დამთავრებული და რა გამოცდილება გაქვთ? ბატონო, მე მაგისტრატურა და დოქტორანტურა დავამთავრე ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ვიყავი კომპანია Microsoft-ის დირექტორატში, აღმასრულებელ მენეჯერად მუშაობდი. შემდეგ კომპანია BP-ში ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამის შემდეგ გადავინაცვლე ევროპაში, სადაც კომპანია Leslie Production-ში ვიყავი ფინანსური დეპარტამენტის მენეჯერი. შემდეგ ერთი წუთით. დიახ. ერთი წუთით. აიქ დავზანდეთ თუ შეიძლება? დიახ, რა თქმა უნდა. მოადგილეთ თუ ამიყვანთ. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებ. ექიმო წვანეს და წითელ ფერს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდა მეშველება რამე კი გეშველება აი ეს დილით დალევთ წითელს საღამოთი დალევთ მწვანეს და გეშველება არა ბიჭო, ბალზამირებულია. არა კაცო, ღვინოზე გეკითხები. ღვინო კი მოგვარებულია. ხორცი? ხორციც მოგვარებულია, საკლავი მოგვარებულია, ხაში. თევზი? თევზი ცნობიო, ყველაფერი მოგვარებულია. აბა რა გატირებთ კაცო? გჭირს ხალ? წარმოგიდგენია, ამ ახალ წელს დედაჩემი მოიწამლა. რა სამყაროს? რითი? შხამით. ენაზე იქბინა? რა იყო ბიჭო შე დღეს რა სახე? ცოლს ვეჩხურე. აუ, ასე მითხრა ერთ ხმას არ გაგცე. წარმომიდგენია რა დღეში იქნები. აბა რა. დღეს არის ბოლო დღე, გავიდე ერთით. ოდესმე გდომებია რომ კაცი ყოფილიყავი? კი. და შენ? უკაცრავად. შეგიძლიათ რომ წამისვათ ზურგზე? დიდი სიამოვნებით. მადლობა. ხედავ? არც ერთი უცხო მამაკაცი ზურგზე წასმაზე უარს არ მეუბნება. შენ კიდე ქმარი ხარ და სულ გეზარება. მიდი. მიდი, გააგზელეთ. ძალიან გთხოვთ, გასვენების შემდეგ კილეხში მოვწადეთ. თუ შეიძლება ავტობუსები გაუდებას უყუროს და კილეხში გავუდებით. გასვენების შემდეგ კილეხში მოვწადეთ, თუ შეიძლება. ავტობუსები გაუდებას უყუროს გარეთ და კილეხში გავუდებით აუცილებლად.
მადლობთ რომ მოგბრძანდით. მოდი მოვზილო. არა, ბიჭო, ვერ ვითამაშებ რა. რატო? აი. ეს რა არის? ანაირად მოგივიდა. ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა რა და აი. აბა ეხლა შენ თუ მომიყვები მელექს, მე შენ მოგცემ საჩუქარს. აქ რომ დიდი გუბა იყო, მამი მითხარა ეკნა, წინსკალწვემად გათქნა და იქ ხუბლებში გათიქნა. ხუბლებში რომ გათიქნა, ის ხუბრელი რა იქნა, პურის ყანებს დაესხურა, გაახარა, გაიქნა და თავ-თავდაჭერჭილი მოსამკელად გათიქნა. მომკერდ კიდევ სკავლეცად, პურის ხვავი დაიდგა. პური ბევრზე ბევრი გვაქვს, კარგი წელი დაგვიდგა. იმ პურს აწამს ჩემი ძმა, ფეხი მიტომა იდგა. ყოჩახ. აბა ეხლა თუ მიმღერებ, მოგცემ საჩუქარს. ეზოში შემომეგებდნენ მოსეინე წყვილები, კანფეტების ჭამის საგან ჩავი გქონდა თბილები. გარეთო ყოჩახ, კარგია. რა გვარი ხარ შენ ახლა თუ მეტყვი, მე შენ მოგცემ საჩუქარს. რევაზიშვილი. აბა ჩვენ რევაზიშვილს მიცეთ საჩუქარი. რა გვარი ხარ შვილო? რევაზიშვილი. შაგაშვილი საცხოვრობს შამიკო? ზემოთ. ой, ბოდიში შემეშალაშვილო. ბოდიში. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ თანამშრომლობისთვის, მაგრამ სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ. მოგეხსენებათ ქვეყანაში არის კრიზისი და ერთ-ერთი თქვენგანი უნდა გავამთავისუფლო სამსახურიდან. მე ვერ გამანთავისუფლებთ. 5 შვილის დედა ვარ და ვერ გამანთავისუფლებთ. სასამართლოში გიჩივლებთ, რომ მრავალშვილიანი დედების დისკრედიტაციას ახდენთ. ვერ გამანთავისუფლებთ. ზუსტად ასე ვერც მე გამანთავისუფლებთ, იმიტომ რომ მეც გიჩივლეთ სასამართლოში, რომ სამსახურში ქალების დისკრედიტაციას ახდენთ. მე რას მიყურებთ რა? თუ ეგრეა მე გეი ვარ. აბა მე გამათავისუფლებ. ჰომოსექსუალისტების დისკრედიტაციაში დაგდებ ფრანს. რას მიყურებთ რა გეი? აბა არ მომჭიროთ რა გეი? არ იცოდი. ხელფასიც პატარა გააქვს? ბებო მეც წამიყვანე ბებო ახლა ეს ატრიგი და ისორ წაგვიყვანია. მომისმინეთ ეკიმო. მე ოპერაციას არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებ. ეკიმო, მე თქვენთან ოპერაციის გაკეთებას სიკვდილი მირჩევნია. მერე რა პრობლემაა? ერთი მეორეს არ უშლის ხელს.
ჩემი წასვლის დროა. მიყავი რა კიდე ცოტა ხანს. რაიმე იცი კიდევ რამდენი სურვილი მაქვს შესასრულებელი. ჩემი წვერი მანდ უნდა იყოს სადღაც. აი, შენი წვერი. ძველ ახალ წელს კიდევ გამოდიული. ხელოდები სანტა. Sarne